გვერდმა დაგისვით გაგაძლიეროთ სულიერ ცხოვრებაში გაგაძლიეროთ სულიერი ძალა მოგცეთ უფალმა მოგცეთ ბედნიერება სულიერი შინაგანი სიხარული ყველაზე დიდი განსასწრელი ის არის რომ ადამიანი ბედნიერებას ვერ გრძნობს სულიერ სიხარულს ვერ გრძნობს ცხოვრებაში და დეპრესიაში ეს არის ყველაზე დიდი განსასწრელი ყველაზე დიდი ღმერთის საგან მოწყვეტა ესა ის რომ ადამიანი ამა თუ იმ მიზეზების გამო დეპრესიულად განშორებულია ღვთისაგან. ყველაზე დიდი სიხარული ისაა, რომ ადამიანი მადლობს ღმერთს, ლოცულობს ღვთისაგან. მადლობას აღავლენს ყველაფრისათვის ღმერთისაგან და მადლობს მოუკლებლად ლოცულობს და უხარი. სულიერ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ზუსტად ის არის, რომ ადამიანი ცოდვას რო ჩაიდენს, შემდეგ დამარცხებული ადამიანი კიდევ ერთხელ როცა დამარცხებული ადამიანი ადგება ფეხზე და წამოდგება მადლობას შეწირავს ღმერთს. აი ყველაზე დიდი სიხარული აი ეს არის ადამიანისათვის, რომ მარცხი გამარჯვებად აქციოს. და ამას ვინ შეძლებს? მხოლოდ ღმერთისგან შეძლებს ადამიანი. თავით ვისით ადამიანი ვერანაირ დამარცხებას, ვერანაირ ცოდვას სათნოებად და გამარჯვებად ვერ აქცევს. ერთადერთი ეს შეუძლია მხოლოდ ღმერთს და ღმერთს. აი ეს არის დიდი და მთავარი სათნოება. ამიტომ ყველა ადამიანს თავისი პირადი გულში ჩაიხედოს და თავის ღმერთთან შეხვედრის ადგილი აქვს. სად არის ეს ადგილი? ეს არის გული ჩვენი. გული წმინდა დაბადა ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსაჩენს. გულით წმინდა ადამიანები ნეტარ არიან და გული არის ზუსტად შეხვედრის, გადაკვეთის, გადაჯვარედინების ადგილი ღმერთისა და ადამიანისა. და ვისაც ეს განუცდია და უგზნია, მას ცხოვრების საზრისი შეუცვნია. ვისაც საკუთარი ცხოვრების გადაკვეთა ღმერთის მადლის მიერ გზასთან, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, მასთან შეუცვნია გადაკვეთა ღვთისნება და საკუთარი თავის ნება, ამასთან შეუცვნია, უგზნია, აი ეს არის მადლით აღსილი და საზრის ცხოვრების საზრისის ცნობელი და დიდ ძალას იღებს ესეთი ადამიანი. ადამიანები ასევე სამწუხაროდ ხოლმე საპირისპირო მდგომარეობაში ვარდებიან, მდგომარეობაში ჯოჯოხეთულსა, რომელსაც პირად ჯოჯოხეთს ვეძახი ხოლმე ზოგჯერ, როდესაც ადამიანი თავისი ბოღმის, უმადურობის, მოღალატეობის, ზურგის შემაქცევლობის, სივსისხლიანობის, უყურადღებობის, თანაგანუცდელობის, უგზნობელობის, გულქვა უგზნობელობის, რომელსაც იოანე ოქროპირი მიხსენმეუფალო გულქვა უგზნობელობისაგან ესეთ ლოცვას, ყურადღებას აქცევს თავის 24 ლოცვაში გახსოვთ და ასე შემდეგ. აი ამ მდგომარეობებში, როდესაც არის, იგი თავის პირად ჯოჯოხეთს ატარებს უფასოდ და ღეჭავს, მას და ხარშავს ის იმ ცეცხლით, რომელიც მუდამ ჟანგვითი პროცესებით მის სულს აჩიავებს და სამშვილდსა და საცოდავ სხეულს უძლურებას უვლენს. მაგრამ გამოსავალი აქედანაც არის, მუდამ მადლობდეთ, მუდამ ლოცულობდეთ, მუდამ გიხაროთ. ადამიანი იმისთვის არის შექმნილი, რომ არა პირადი ჯოჯოხეთი ატაროს აქ, არამედ პირადი 6-4 ატაროს აქ უკვე, რომელიც აქ დედამიწაზე იწყება, რომელიც სიყვარული არის და არა ეგოიზმის გამონაბოლქვით ისუნთქოს მარტო, საკუთარი ეგოიზმის გამონაბოლქვით და ანაორთქით, რომელთაც ეს საზოგადოება დაპირისპირებული ერთმანეთსადმი ეგოიზმისა და ერთმანეთსადმი სიძულვილის გამონაბოლქვით, რომელიც უკიდურესი ექსტრემალური ეგოიზმის გამო სუნთქავს და რომელიც თითქოს საყრდენად გაუხდიათ. აქაო და ჩვენი ცხოვრების საყრდენი თურმე ეგოიზმი ყოფილა, რომელიც შეიძლება მუდამ საკუთარი თავის წარმოჩენად, საკუთარი თავის განდიდებად, საკუთარი თავის თვითგანდიდების მიზეზად იყოს მოყვანილი, რაც უტოპიური აბსურდია და ეს ვერასდროს ვერ გაამართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში მოკლე ინტერვალზეც კი ეფექტურად ვერ მუშაობს, მერე თავისავე თავზე ქრება ეს. ამიტომ მოდით რაც უფალს სურს ის კოსმიური მე ლოგოსი, რომელიც უფალი რომელიც განკაცდა, აი რაც უფალს სურს
აი იმ გზით ვიარო და ის გზები ვისწავლოთ ჩვენ და იმითი ვიქნებით ნეტარნი. გზის გახსნა ზუსტად ეს არის. მხოლოდ სიბრძნე ღვთაებრივი, სიმდაბლე ღვთაებრივი, განცდა ღმერთისა, სიყვარული, თითქოს ისე არა ეგოისტური, გიყვარდეს, ცოტა ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ გიყვარდეს თითქოს არც გიყვარს. შენი იყოს, თითქოს შენიც არ არის. საკუთრება მესაკუთრე ნუ იქნები ღვთის მიერ მოცემულისა. თითქოს ხარ, მაგრამ თითქოს არც ახარ. აი ესე ცოტა ძნელია. თითქოს უკვე იცხოვრე, მაგრამ ცხოვრების მერე კიდევ ცხოვრობ და მერე კიდე იცხოვრე. აი თითქოს აი ესეთი წარმოიდგინე ზოგჯერ სულ ესე ვერ იცხოვრებ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ამის შეგრძნება, რომ მალამოსავით მოგეცხოს, რომ თლად უმადური და ექსცენტრულად ჩაბღაუჭებული არ იყო ამ სოფლის პასეულობებზე. ფლობდე, ისე თითქოს არ ფლობ. გიყვარდეს, ისე თითქოს არც გიყვარს. ჩემია ეს სახელი არ უნდა ყველაფერზე. და იყავი ისე თითქოს არც იყო. ანუ ღმერთში იყავ და ღმერთი იყოს შენში. ანუ მოიპოვე, მაგრამ ნუ იქნები განკარგველი. მოიპოვე, თითქოს ისე თითქოს კარგავდე და უკვე დაკარგე. დაკარგე და თითქოს უკვე მოპოვებული გარ. ცოტა პარადოქსებია, საკმაოდ ანტინომიებია, მაგრამ შეიძლება ამის გაგება. პრინციპში სადღაც შუაში ამის ნეიტრალიზაცია შეიძლება, რომ ადამიანმა გაიგოს და ამის რეალიზაცია გააკეთოს. ამიტომ მთელი სამყარო ლოცვა ილოცე, ღვთის გეშინოდეს, იმედი კონდეს ღვთისა, რომელსაც ყოველთვის პასუხი აქვს ნებისმიერ შენს კითხვაზე, თუ კი სწორად და მართლად დასვა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ სწორად და მართლად ილოცებ და როცა მართლად და სწორად ილოცებ და ეზიარები და მოინანიებ, გზა გაგეხსნება და გასწავლის ის სული წმინდა, რომელიც მასწავლებელი და დამმოძღვრელი სულია. და იმიტომ უყვარ ხარ სული წმინდას, რომ სრულყოფილი რო ხარ, იმიტომ უყვარ ხარ და იდეალი რო ხარ. კარგი რომ უნდა და შენი იმედი აქვს ზეცას, სული წმინდას, მამაზე და სული წმინდას, ამ შემთხვევაში სული წმინდას გამეყო. იმიტომ რომ უყვარ ხარ, რომ სრულყოფილი და კარგი და იდეალური რო ხარ, იმიტომ კი არა, უკეთესი რომ უნდა გახდე და ხედავს რომ შენ იმედი აქვს, რომ შენ იმაზე უკეთესი გახდები, ვიდრე ხარ. და ხედავს ამის პოტენციალურ შენში პოტენციალს, ამის შესაძლებლობას იმისა. რომ შენ დაუცველი, უსუსური, დაცემული, შემკრთალი, მარტოხელა, მარტოსული, უძლური, ზოგჯერ უსიყვარულო, ზოგჯერ დასუსტებული, ხედავს რომ შეგიძლია რომ უკეთესი გახდე და იმიტომ უყვარ. თორე იდეალი თუ ხარ და თუ აერში იწევი უკვე და თუ ფრთები გაქვს და მაშინ ანგელოზი ყოფილ ხარ მიწაზე და თუ კედლებში გადიხარ და ასე შემდეგ, ხო, სიმბოლურად ვამ. ეს კი არა, აი რომ ხარ არასრულყოფილი, იმიტომ უყვარ ხარ რომ შენ უკეთესი გახდე, აი ეს უხარია უფალს, რომ შენ სურვილი გაქვს და მცდელობას განიცდი, ამის მცდელობას ავლი, ძალისხმევას და მცდელობა უკვე სათნოებაა. აი მაშინ მინდა გავძლიერდეთ და ეს ხსნის გზას და ზუსტად ამისთვის ვეზიარებით დღეს თქვენ, ეზიარებით თქვენ, ნუ მე უკვე ვეზიარე, ხა თქვენს დისხალობით ეზიარებით ერთი მინუტი და მინდა რომ ამაში აი ესეთი წარმატება და უფლის მაცხოვრის და ღვთისმშობლის კურთხევა მოუხმო თქვენზე და უყვარ ხართ უფალს, უყვარ ხართ ღვთისმშობელს და ყოველივე სიკეთის მოგწევთ. გულწრფელად, გულახდილად ევედრეთ, ილოცეთ, მოუხმეთ. სანამ იყვი, სანამ მოუხმოთ, მანამ მოსულია და მანამ იცის უფალმა რა გინდა შენ. ჩვენ ხვდებით ზოგჯერ ადამიანის წინასწარ აზრს და ვინც აზრის შექმნა ის ვერ ხდება და ვინც მიხვედრის უნარჩვევა შექმნა და მოგწა ის ვერ მიხვდება. რა თქმა უნდა კი, ყველაფერი იცის, ყოველივე უწყის. ამიტომ ვილოცოთ, მუდამ მოუკლებელად ვიმეორებ ხას უსამ, განუწყვეტლივ ვილოცოთ, ვეცადოთ ეს რთულია, მაგრამ ვეცადოთ, უსაშველოდ რთული არ არის, რაღაც პერიოდები მაინც მუდამ ვლოცულობდეთ, ანუ უწყვეტად, მუდამ ვმადლობდეთ, სულ მადლობის გზნობა გქონდეთ, მადლობის გზნობა. ყველა სიტუაციაში შეეცადეთ ამის გენერირებას თქვენში, რომ მადლობის მეტაფიზიკური ზე აღმატებული, ზებუნებრივად მადლობილი გზნობა, მადლობისა, ტოტალური მადლობის გზნობა არ მოგშლოდეთ და, რა თქმა უნდა, ამის შედეგად აუცილებლად
მოვა ღრუბლებიდან და ზეციდან სიმბოლურად აი ჩვენი სულიერი ზეციდან ჩვენში მყოფი ზეციდან ჩვენშიც არის ზეცაც და მიწაც ჩვენში არის სამოთხეს და ჯოჯოხეთი ჩვენში არის ის წყალობა ღვთისა რომელიც მოდის და უფალია ჩვენში და უკვდავი მე აუცილებლად მოვა ის სიხარული რომელსაც უფალი ამბობს მუდამ ლოცულობდეთ მუდამ მალობდეთ და მუდამ გიხარდეთ მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ